მიმდინარე გაკვეთილში განვიხილავთ წერილის გაგზავნასთან დაკავშირებულ საკითხებს. იმისათვის, რომ შექმნათ ახალი წერილი, დავაწვეთ Compose ღილაკს. ახალი წერილის შესაქმნელი სამუშაო სივრცე შედგება შემდეგი ძირითადი გრაფებისაგან. თუ მოცემულ გრაფაში იწერება ადრესატის ელექტრონული პოსტის მისამართი. სისი მოცემულ გრაფაში იწერება იმ ადრესატის ელექტრონული პოსტის მისამართი, ვისაც გსურთ გაუგზავნოთ მოცემული წერილის ასლი, ანუ პიროვნება, რომელიც მოცემული წერილის უშუალო ადრესატი არ არის. მაგალითად, როდესაც ორგანიზაციის ორ თანამშრომელს უშუალო მიმოწერა აქვთ ერთმანეთთან, მაშინ ისინი თავიანთი უფროსის ელექტრონული პოსტის მისამართს უთითებენ სისი გრაფაში, რათა საქმის მსვლელობის მიმდინარეობა ხელმისაწვდომი გახადონ მისთვის. BCC მოცემულ ველში იწერება იმ ადრესატის ან ადრესატების ელექტრონული პოსტის მისამართი, რომლებმაც სასურველია არ შეიტყონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კიდევ ვინ მიიღო მოცემული წერილის ასლი. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ორგანიზაციის HR და ჯგუფურ გასაუბრებაზე იწვევთ 10 კანდიდატს, მაშინ წერილის ადრესატებს ათავსებთ BCC გრაფაში. ადრესატების ელექტრონული პოსტის მისამართს ერთმანეთისგან ყოფთ ძიმით. Subject ველში უნდა ჩაიწეროს წერილის სათაური. მაგალითად, როდესაც დამსაქმებელთან აგზავნით თქვენს რეზიუმეს, აუცილებელია მოცემულ ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანტური პოზიციის სახელწოდება. გახსოვდეთ, რომ წერილის მიმღები, სანამ გაეცნობა თქვენი წერილის შინაარსს, ის ხედავს მხოლოდ წერილის სათაურს და გამომგზავნის ვინაობას. მომდევნო გრაფა განკუთვნილია წერილის შინაარსისათვის. წერილის შინაარსი შეიძლება იყოს მხოლოდ ტექსტი და ფოტო, ან ტექსტი და მასთან ერთად თანდართული ფაილები. მოცემული ინსტრუმენტების საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ტექსტის შინაარსის რედაქტირება. ტექსტის ზომის შეცვლა, გამუქება, დახრა, ხაზგასმა, ტექსტის ფერის შეცვლა, ფაილის მიბმა, ფაილის ჩასმა დრაივიდან, ფოტოს ჩასმა, ბმულის ჩასმა, ემოციის ჩასმა. მოდით გავაკეთოთ სავარჯიშო. წერილის გასაგზავნად ვაწვევით Send ღილაკს. წერილი გაგზავნის შემდეგ თავსდება Send Mail განყოფილებაში. ხოლო გაგზავნამდე ის იმყოფებოდა Drafts განყოფილებაში. მოდით გავხსნათ Send Mail განყოფილება და ვნახოთ ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილი. გილოცავთ. თქვენ წარმატებით გაიარეთ
მესამე გაკვეთილი. შევხვდებით მომდევნო გაკვეთილზე. დროებით.